მოგესალმებით ყველას, მე ვარ ანა ქაშიბაძე, 13 წლის. მე ვარ გიორგი პეტუაშვილი, 9 წლის. მე ვარ პროექტი ხარ თუ არა მე-6 კლასელზე ჭკვიანის მონაწილე. გიორგი გავიცანი ამავე პროექტში, ძალიან დავმეგობრდი და გადავწყვიტეთ, რომ დღეს ერთად მოსულიყავით ამ პროექტში. მე ძალიან მომწონს ეს თამაში, იმიტომ რომ მიყვარს აზარტული თამაშები. ეს თამაში კი სწორედაც რომ აზარტულია. შენი აზრით რამდენ რაუნდს გავივლით? ან რაიმე სტრატეგია ხო არ შევემუშაოთ მოსაგებად? ალბათ 2-3 რაუნდს გავივლი და სტრატეგია ალბათ ის იქნება, რომ დავზოგოთ დახმარებები. მზად ხარ სათამაშოდ? აბარა, ყოველთვის. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ხართ? კარგად. კარგად. იცი საიდან არიან? არიან ხართ თუ არა მე-6 კლასელზე ჭკვიანიდან. ეს ხო შეიძლება მე ვიყავი ამათ გადაცემაში და ვერ გამოვდექი ამათ ჯეჭკვიანი. ჩვენ თამაშს უყურებთ ხოლმე? დიახ. მოგწონთ? საკმაოდ ხშირად და ძალიან საინტერესო. დიახ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეხლა ადვილად გამოიცნობ თქვენ ყველაფერს და ჩვენი რუბრიკა ისევ არაფერი არ გამოგვიო ჩვენ რუბრიკისგან, მაგრამ ნახოთ. დავიწყოთ თამაში. დიახ. ამისთვის უნდა გამოვაცხადოთ კატო, მაშასე. პირველი რაუნდი. პირველი რაუნდის სათამაშო დაფა თქვენს წინაშეა, პირველ რაუნდს თავისი წესები აქვს და კატო ეხლა გაგვაცნობს ამ წესებს. პირველ რაუნდში გვაქვს 3 წუთი და 10 შეკითხვა. გვაქვს 2 ასობგერა გახსნით და უნდა გამოვიცეთ მინიმუმ 1 სიტყვა, რომ გადავიდეთ შემდეგ რაუნდში. აი ესეთი მარტივია პირველი რაუნდი. ეხლა დაასახელეთ ციფრი 1. პირველი. და დავიწყოთ. ბიბლიოთეკა. პასუხია ბიბლიოთეკა. ბავშვი კითხულობს და თან წიგნებიც არის. ყოჩა, გადავიდეთ შემდეგ. მე-7. კარგი, ესე იგი ასტრონომია. პასუხია ასტრონომია. ეთყობა საიდანაც არიან. ხა, ყოჩა. ყველაფერი. მეორე. მეორე. მუსიკოსი. პასუხია მუსიკოსი. ყოჩა. აუ. აუ. მესამე. კონკია, არა. პრინცი. დავაკვირდეთ. პასუხია პრინცი. ყოჩა. ყოჩა. მეოთხე. სანაპირო. უბრალოდ სანაპირო კი არა ერთწუთი. პასუხია თუ გონია? ასუხია შემდეგი. პასუხია შემდეგი რომელი? მერვე. მადაგასკარი. პასუხია მადაგასკარი. სინქრონული სწორი პასუხი იყო ეს. მეხუთე. მეხუთე? დავაკვირდეთ ორივეში. მეკობრე. პასუხია მეკობრე. ყოჩა ძალიან კარგად მე მიდის. მეექვსე. რაც დაგვრჩა. დაჭერა. პასუხია დაჭერა. შვენიერი? 195 ფულა გაქვს. მოდი მეოთხე. ზემოთ გვაქვს მეცხრე. მეცხრე. მეოთხე, აბა? გაიხედაო და რას გახედაო? ჰორიზონტი. პასუხია ჰორიზონტი. ჰორიზონტი. ადვილი იყო. მეცხრე? რაც დაგვრჩა. 1 2 დაგვრჩა. საპონი. პასუხია საპონი. ყოჩა. ძალიან კარგად თამაშობენ. ძალიან და ჩვენი რუბრიკა მგონი. ჰამბურგერი. პასუხია ჰამბურგერი. ოხ, რა გემრიელი პასუხი თქვი ახლა შენ. 300 ქულა პირველ რაუნდში. ძალიან კარგად ითამაშეს. მე მგონი თქვენ ამ გადაცემისთვისაც ვარჯიშობდით, ხო? თუ არა? ცოტა კი ვარჯიშობთ. აპლიკაცია გადმოვიწერე და ამ აპლიკაციის საშუალებით ვარჯიშობდი უკვე გადაცემით. მართლა? მოგწონს კარგად გადიხარ? ძალიან კარგია. ყველას გირჩევთ რომ ითამაშოთ რადგან ლოგიკისთვისაც ძალიან გადმოიწერეთ ეს და თან ხო იცი რა არის? კარგად თუ ივარჯიშებ და ბოლომდე გახვალ, მალე გამოცხადდება რომ შეგიძლიათ ითამაშოთ საპრიზო ფონდზე უკვე. სანამ მაგისთვის მოემზადებით, გვაქვს შეკითხვა. კითხე კატო. გაგრძელებთ თამაშს. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. მაშინ გამოვაცხადოთ ჩვენც. მაშასე. მეორე რაუნდი.
მეორე რაუნდის სათამაშო დაფა თქვენს წინაშეა, სანამ დაასახელებ, აქ ცოტა სხვანაირი წესებია, კატო გითხარია რა შეიცვალა? ისე გვაქვს 3 წუთი, 10 შეკითხვა და 2 ასობგერა გახსნილ, მაგრამ მინიმუმ უნდა გამოვიცოთ 5 სიტყვა, რომ გადავიდეთ შემდეგ რაუნდში და გაქვთ 3 დახმარება და 1 დროის გაჩერება. მოდი მესამედან დავიწყოთ ჰარი პოტერი ჩემი საყვარელი პერსონაჟია წიგნისაც ფილმისაც. დავიწყოთ რა ხან შენი საყვარელია მე-13. შენი საყვარელია? ჯადოქარი. პასუხია ჯადოქარი. ოჩახ, გადავიდეთ ინდექსზე. მეორე. პირველი მოკლედ ჟასმინი ყოველთვის არის პასუხია ჟასმინი. ჟასმინი. დედა რა გვეშველება ჩვენ რუბრიკის გარეშე ვართ ნამდვილად დარჩენილი. მეორე. მოიცა ეს აკორდი. პასუხია აკორდი. ოჩახ. ჩვენ შეგვიძლია მოვდუნდეთ ესენი მიხედავენ. მეოთხე. არქტიკა, პასუხია არქტიკა. ანტარქტიდა არ ჩაჯდებოდა. მეშვიდე ხო, კი მეშვიდე. ვეთყოდით რომ დახმარებიდეს, მაგრამ რა შეჭირდება? ხო, მოიცა. ადოლფი, კი არა რა ვქვი. შეგვიძლია გადავიდეთ ან დახმარება ვიხმაროთ. გადავიდეთ შემდეგ. გადავიდეთ რომელზე? მერვე. იყოს მერვე. გნო. დავაკვირდეთ. ერთი წუთი. ანუ არის წითელქუ და არის 3 გოჭი. ორივეს რა კავშირი მგელი, აქვს? პასუხია მგელი. ოჩახ. ოჩახ. მეხუთე. ბაქტერია, პასუხია ბაქტერია. იყვნენ ბაქტერიას. რა ტემპი უჭირავთ თან? მეცხრე. გავხსნათ მეცხრე. ერთი წუთი, ესეც ჰარი პოტერიდან არის. არა. ესეც რა შეიძლება. აკეთა ჰარი პოტერიდან. დავაკვირდეთ ორივეს კარგად. დახმარება რა გამოვიყენეთ პირველასოზე? გავხსნათ პირველად. კი ბატონო. სკოლა, პასუხია სკოლა. ესეთი რთული იყო. 550 გულა გაქვთ, აბა გავაგრძელეთ. მეათე. აა ტორტი, პასუხია ტორტი. ესეც გემრიელი შეკითხვა იყო, ხო? რა თქმა უნდა. მეექვსე. საინტერესო შეკითხვა პასუხით იმედი. ტრანსფორმერი, პასუხია ტრანსფორმერი. ხო. ოჩახსა ესე დავჭა. ჩემი ფილმების სურდა. მეგონი დავჭა 1 მე-7 რომელზეც უნდა გავხსნით პასუხი? მოდი ვიფიქროთ. შეგვიძლია გავხსნათ ან დრო არა, ჯერ არ მინდა გახსნა, ვიფიქროთ. ორივე არის ზღაპრის გმირი, ხო? ნამდვილად? ორივეს აქვს არასტანდარტული ფორმა. კი ბატონო, ნახე როგორ მეცნიერულად მიუყვებით მე. სუგანი არა. გვინდა რომ გავხსნათ თუ არა? არა, ჯერ არა. შევინახოთ? ერთი კითხვა მაქვს, ეს დახმარებები შემდეგ ტურებშიც კი, გადადის. აქ თუ დახარჯე, იქ თუ დახარჯე, ვეღარ გადავა და შეგვიძლია იქ. დრო გავაჩეროთ. არა, ჯერ დროის გაჩება. ვიფიქროთ და ერთი კითხვა რუბრიკისთვის დავტოვოთ? ალბათ. თუ არ დავტოვოთ, აბა იფიქრეთ, იქნება არ დავტოვოთ. სტაფილო, პასუხია სტაფილო. ოჩა. ვაუ, არ დატოვოს. აგარი ხარ. 700 გულა გაქვთ? აგარიო. ძალიან კარგია. და ჩვენ გვაქვს რუბრიკო ხალხს დარჩენილს, გვაქვს შეკითხვა. ვაგრძელებთ რა თამაშს. საკითხავია, რა თქმა უნდა. რა საკითხავია და მაშინ რა საკითხავია, რომ ჩვენც გამოვაცხადებთ, მაშასე მესამე რაუნდი. მესამე რაუნდის სათამაშო დაფა, კატო აქ როგორი წესები გვაქვს? კიდევ 3 წუთი გვაქვს, 10 შეკითხვა და კიდევ უნდა გამოვიცოთ მინიმუმ 5 სიტყვა, რომ გადავიდეთ შემდეგ რაუნდში. გვაქვს 2 ასობგერა გახსნით და 2 დახმარება და 1 დროის მეოთხე. ერთი სული ქონათ, როდის იტყოდენ? მე-4-ი დავიწყოთ. დავიწყოთ. მეოთხეც. გაზომვა. გაზომვა, პასუხია გაზომვა. არ დაგვავიწყდეს პასუხი. პირველი. რომელიც ამო? კარგი. მტაცებელი, პასუხია მტაცებელი. ნახე, გვაქვს ის ფილმი? დიახ. მეორე. კლუბი, პასუხია კლუბი. ეს დანაგვისთანავე მივხვდი. კლუბი. მეშვიდე. მე მგონი მეორე ფოტო არ გჭირდება, პირდაპირ იცნება. ხო. ასხე ძვალი. ძვალი, პასუხია ძვალი. ოჩახ. 970 გულა. მეხუთე. არჩევთ მეხუთე. აბა ვნახოთ. ასოხია. ფარი, პასუხია ფარი. ოჩახ. კალათბურთზე სიარულმა მასწავლა. აი, მეცხრე. რაკაკია რომ დადიხარ. ფრენა, პასუხია ფრენა.
ოჩახ. მესამე. მესამე გავხსნათ. რაღაც საინტერესო. შეგახსენებთ რომ დახმარებებიც გაქვთ? ველოსიპედი, პასუხია ველოსიპედი. ოჩახ. გადავიდეთ ჩემზე. ძალიან სწრაფად პასუხობენ. მე-10. მე-10. მოდი აქ დახმარება გამოვიყენოთ, თორემ მოდი გამოვიყენოთ მართლა რთულია. გავხსნათ პირველი ახსო. პირველი, კი ბატონო, პირველი გავხსნათ. ხელსაწყო, პასუხია ხელსაწყო. ოჩახ. მე-6. მე-6. გავხსნათ. მოდი, ამაზეც გამოვიყენოთ პირველი ბოლოს ახსო. რო გავხსნათ. ბოლო? რატომაც არა? ბოლო გავხსნათ. გავხსნათ. ესეთი რამე ჯერ ჩვენთან არ ყოფილა, გავხსნათ ახლა ბოლო. დავფიქრეთ, კლასი არის ცარიელი და არის საღმე. პასუხია შესვენება. ოჩახ. ოჩახ. ბოლო ასეთი სიტყვა გამოეცნოთ, ესეთი რამე მე არ მახსოვს. მერვე და დარჩენილი გვაქვს მოდი, დრო გავაჩეროთ. ჯერ არ არის საჭირო, იქნება მოდი დაგჭირდეთ. კარგი. და სახში წავიღოთ ეს დროის გაჩენა. კარგი, მოკ ეს ენძელა და ეს ყვავილი. გაზაფხული, პასუხია გაზაფხული. ოჩახ. 1200 კულა. თან ისმენთ 1200 კულა. ძალიან კარგად ითამაშეთ, მე მინდა გითხრათ, რომ მე რომ მოვდიოდი თქვენ გადაცემაში, მეგონა რომ ვიქნებოდი მე-6 კლასელზე ჭკვიანი, მაგრამ აი ეხლა დავწმუნდი რომ ნამდვილად არა ვარ და აქაც ვიტყვი რომ არა ვარ მე-6 კლასელზე ჭკვიანი. კატო, შენ როგორ მოგეწონა ბავშვების თამაში? კი, ძალიან ყოლა გამოიწვეს და. გილოცავთ? მადლობა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. მადლობა. დილი შენც გილოცავ. და თქვენც ასევე. მინდა რომ ყველას მოგილოცოთ, ზოგადად ბავშვებს ეს დღე, რადგან ნამდვილად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის და მართლაც ჩვენ როგორც გამარჯვებულებს გეძლოთ პრიზი. რადგან ესეთი მნიშვნელოვანი დღეა, ეს თქვენ ესეთი კარგი თამაშისთვის ამ ჯილდოთი შეგიძლიათ რომ წახვიდეთ ერთ კარგ ადგილას, სადაც არის უამრავი გასართობი ატრაქციონები, ბევრ კარგ დროს გაატარეთ. ასე რომ ეს ბავშვთა დაცვის დღე ბავშვებისთვის ძალიან დიდი გასართობი დღეა. აი, ესეც გამოვიდა. ოჩახ, კიდევ ერთხელ და გილოცავთ. დავამტკიცეთ რომ ბავშვები იმსახურებენ ამ დღეს. მადლობა თქვენ რომ იყავით ჩვენთან ერთად, თქვენ გემშვიდობებით, ჩვენ კი მე და კატო ველოდებით დღევანდელი ჩვენი თამაშის მომდევნო მონაწილეებს.